კასპი ისტორიული ქართლის სამეფოს გულის გული. არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ამ ნაყოფიერ მიწაზე მტკვრის ლეხურისა და თეძამის ხეობებს შორის ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან მოსახლეობდნენ ჩვენი წინაპრები. ყველაზე ადრეული, რაც გვაქვს ჩვენ, ადრე ბრინჯაოს ხანის, ეს არის კერამიკის ეს ჭურჭელი, რომელიც თქვენს წინ არის წარმოდგენილი, ესენი არის აშურიანის ველზე მოპოვებული კასპის მიდამოებში. თვითონ მუზეუმიც დგას სამაროვანზე. ეს არის ლეხურის გაყოლებაზე გათხრილი კასპის სამაროვანი ცნობილი ძეგლი არის. კასპი წერილობით წყაროებში ქართლის გაქრისტიანებამდეც იხსენიება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ელინური ხანის მომცრო მრგვალი დიონისეს ქანდაკება, რომელიც არქეოლოგიურ მატიანეში ქართლის დიონისეს სახელით შევიდა. საყურადღებო ის არის, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ამ ორჯერ შობილი ღვთაებისგან, რისი ღვთაება მოგეხსენება ჩვენი დიონისე სპეციალისტების მიერ სამეცნიერო ლიტერატურაში ქართლის დიონისეთ არის ცნობილი. მეხუთე საუკუნეში კასპი განვითარებული ქალაქია. ძლიერი სოფლებით, სამხედრო სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობით. ხავს საკუთარი სპასალარიც. მერვე საუკუნის 30-იან წლებში საქართველოს არაბები იპყრობენ. მურვანყრუმ ქართლის შუაგული ისე აოხრა, რომ ერთ დროს ძლიერ ქალაქ კასპს ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღგვიწერს. და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აც არს დაბა დიდი. მე-11-მე-15 საუკუნეებში კასპი და მისი შემოგარენი ამილახვრებს უჭირავთ. ადრე ფეოდალური ხანიდან მე-17 საუკუნის ბოლომდე დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ტაძარი და ისტორიული ძეგლი აშენდა. სწორედ ძეგლთა სიუხვია იმის მიზეზი, რომ ისტორიკოსები კასპის მუნიციპალიტეტს უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. კასპი იყო განვითარებული მხარე, როგორც არქიტექტურული მასშტაბი და თვალსაზრისით, რის შთაბეჭდილება შეიძლება დაგვიტოვოს ნარჩენმა ციხესიმაგრესა მეტყველოს მის მონუმენტალურობაზე და მნიშვნელობაზე. აქ მცირე ფრაგმენტია, თორე გარშემო უზარმაზარი კომპლექსი იყო და რაზეც მეტყველებს, რომ ციხესიმაგრესთან აუცილებელი ყოფილიყო საეკლესიო დაწესებულება, შენობა. ნოსტე გიორგი სააკაძის მამული. სააკაძეთა ძველი სამკვიდრო სოფელი ფელიდან დიდ ფეოდალად ქცეულ სააკაძეს ნოსტეში გადმოუტანია და ამ ადგილას საგვარეულო რეზიდენცია დაუარსებია. აქვე აუშენებია სრასასახლე, ციხესიმაგრე და ეკლესია. ნუგზარ არაგვის ერისთავის ქალიშვილზე დაქორწინება სააკაძეთა გათავადებულ გვარს კიდევ უფრო აღაზევებდა. თბილისისა და ქართლის მოურავი ყველაზე ახლოს აღმოჩნდა მეფე ლუარსაბის ტახტთან. საზეპურო ერში გარევა არაპატიეს ვიღაც მდაბიოს ქართლის დიდმა თავადებმა, შადიმან ბარათაშვილმა, ფარსადან ციციშვილმა, ქაიხოსრო ჯავახიშვილმა. არაპატიეს არც ლუარსაბ მეფესთან დამოყრება და სააკაძის ქალის გვარის გადედოფლება. სწორედ აქ ნოსტეში გაეცნო ლუარსაბ მეფემ სააკაძის და 1611 წელს უიღბლო ჯვრისწერა ფათახევის მონასტერში შედგა. მომავალ წელს, როდესაც ლუარსაბ მეფემ ბოროტ კაცთა შეგონებით დედოფალი განუტევა, ნოსტე გადაწვა და გიორგი სააკაძე იძულებული გახადა ირანში გადასულიყო. ამ დროს მეფეს არ გახსენებია 1609 წელი. დიდი მოურავისა და ბერი თევდორეს უმაგალითო გმირობა, როდესაც ცქირეთ შეფარებული მეფე 400 მეომრით დაიცვა 60,000-იანი ყირიმული ურდოსგან გიორგი სააკაძემ. ტაშისკარის ბრძოლა ოქროს ასოებით შევიდა ქართველთა გამარჯვების მატიანეში. დიდი მოურავი კი წვრილი ერის უსაყვარლეს გმირად იქცა. ეს სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცა და დღემდე მოაღწია. ყველა კასპელმა იცის სააკაძისა და შაჰ-აბასის დიალოგი, როგორ ჰკითხა ქართველთა მოსისხლემ ძლევამოსილ სარდალს, რომელი იარაღი გირჩევდია გაჭირვების ჟამსო. ყველაფერი იარაღია განსაცდელში ჩავარდნილი კაცისთვისო, უპასუხია სააკაძეს. შაჰს გამოუცდია სარდალი და ორი მშიერი ლომი მიუსევია ბაღში მოსეირნე სააკაძისთვის. ხანჯლის ამარა დარჩენილი გიორგისთვის საკუთარი ქუდიც იარაღად ქცეულა. ლეგენდები დიდ მოურავზე, მარტყოფისა და მარაბდის გმირზე, რომელმაც საქართველოს საყვარელი შვილი შესწირა, დღესაც აქტუალურია ქვეყანაში. სააკაძეთა საგვარეულო ერთა წმინდის ტაძარში განისვენებს პაატა სააკაძე,
რომლის მოჭრილი თავი შაჰ-აბასმა მამას ირანიდან საქართველოში გამოუგზავნა. გიორგი სააკაძის სახელი კი საქართველოში ეროვნული გმირობისა და მამულიშვილობის ნიშანსვეტად იქცა. ერთაწმინდის, ანუ წმინდა ესტატეს ტაძარი მისივე სახელობის სოფელში შემაღლებულ ადგილას დგას. ესტატე წმინდა დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ქცეულა, რომელიც სინამდვილეში წმინდა ევსტათი პლაკიტა გახლდათ. აღმოსავლეთ რომის ურწმუნო სარდალს უფალი ნადირობისას ირმის რქებში გამოეცხადა. აქედან დაიწყო მისი მოწამეობრივი ცხოვრება რწმენისთვის. წმინდა ესტატეს მარჯვენა ხელი, როგორც ერთ-ერთი დიდი სიწმინდე მართლმადიდებლურ სამყაროში, გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ინახებოდა ტაძარში, მარჯვენა მხარეს განთავსებულ სპეციალურ ეკვდერში. დღეს ეს წმინდა ნაწილი რუსეთშია. ერთაწმინდის მოხატულობა, რომელიც მე-17 საუკუნისაა, სწორედ ევსტათი პლაკიდას ოჯახის ცხოვრების სხვადასხვა ფრაგმენტს ასახავს. ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი მე-12-13 საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველად ქვათახევი დედათა მონასტერი ყოფილა, მოგვიანებით იგი მამათა მონასტრად გადაუკეთებიათ. 1400 წლის გაზაფხულზე მე-6-ად შემოსევისას თემურლენგმა დაარბია ქვათახევი. თემურლენგმა გაიგო ეს ამ ტაძრის არსებობა და შემოესია ამ ტაძარს გამოგზავნა მცირერიცხოვანი ჯარი, რომელმაც აიღეს ეს მონასტერი. ესია ისტორიაში ცნობილი საერთოდ დაცინვით და გართობით, რომ გული იჯერეს, მერე დედებს ეჟვნები აკიდესო და აცეკვებდნენ ესე როკვით და იმითი ტაძრის ტერიტორიაზე. ამითი რომ გული იჯერეს სიცილ ხარხარით, ეს 300 მოწამე, რომლებმაც ქრისტეს ჯული არ უარყვეს, შეყარეს ტაძარში და გამოკეტეს ცეცხლი წაუკიდეს შიგ. მემატიანეთა ცნობით ქვათახევი ძალიან მდიდარი ყოფილა. 1601 წელს სვიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსასყიდად მონასტერს ოქროთი და ვერცხლით 70,000 ლევი გადაუხდია. ქვათახევის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე სათვალთვალო კოშკთან ერთად დგას მე-11 საუკუნეების მაღალაანთ ეკლესია. აქაური კოშკი სათვალთვალო კოშკს უყურებდა და შემოსეული მტრის პირველ დარტყმებს იგერიებდა. ოთხმოცდაათიანი წლები. ქართული შეიარაღებული ძალები ისის იყო იქმნებოდა. პირველი არმიული ჩანასახი კასპშიც მალე გაჩნდა. ასეულ სტარიელ შარიფაშვილი ჩაუდგა სათავეში. უპირობო ლიდერს ზურგი თანამზრახოლებმაც გაუმაგრეს და ასეული ბატალიონად ჩამოყალიბდა. 1992 წლის გაზაფხულზე ბედმა მწარე რეალობის წინაშე დააყენა. 2 ტანკით და ამდენივე ჯავშანტრანსპორტიორით ბატალიონი სამაჩაბლოში შევიდა. დინარე ლიახვის გამოღმა მხარეში რუსული სავერტმფრენო პოლკის პირისპირ გამაგრდა. მოლაპარაკებისას პირდაპირ უთხრეს: თქვენი მოსპობა გვაქვს დავალებულიო. ცხინვალთან ერთი ტანკი აუფეთქეს. მეორეს გამოყვანა შეძლეს, იქაურობა მალე დატოვეს, თუმცა მეთაური დაუჭრეს. 1993 წელს კიდევ ერთი ბრძანება მიიღეს და კასპის სარკინიგზო სადგურიდან დატვირთული ეშელონებით აფხაზეთისკენ დაიძრნენ. ერთი თვე გუმისთაზე ვაჟკაცურად იბრძოლეს, თუმცა როგორც დღეს იხსენებენ, თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ. ამ ბიჭებიდან 10 საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა. 1993 წლის 1 სექტემბერს ბადრი ცქვიტიშვილი ახალგორის სკოლაში მოსწავლეებთან უნდა ყოფილიყო. გაკვეთილების გაცდენის გამო დირექტორი აღშფოთებულა კიდეც. ცნობა მოგვიანებით გავრცელდა. სწორედ ამ დღეს დაღუპულა კასპის ბატალიონის მებრძოლი აფხაზეთში. ჟიული შარტავასთან ერთად დაიღუპა კასპელი გოჩა თათრიშვილი. კასპის ბატალიონის მეომრებს დღეს კიდევ ბევრი რამ აქვთ გასახსენებელი. ჩვენი ბატალიონი იყო ერთ-ერთი უძლიერესი, რომ თვითონ აფხაზებსაც ეშინოდათ ხოლმე ჩვენი, რომ იცოდნენ, რომ რაციაზე რო გვისმედნენ, რომ კასპის ბატალიონი შემოდისო,
აი ეშინოდათ რა. ლაბრა გვაქვს ერთ ღამეში ორჯერ აღებული. მართალია ბატალიონი აღარ არსებობდა, მაგრამ კასპელმა გმირებმა არც 2008 წლის აგვისტოს დღეებში დაიხიეს უკან. მინდა გავიხსენო 8 წლის ომიდან 3 დიდებული ვაშკაცი კასპელი ბიჭის ამბავ ეს იყო აღაიანელი ბეჟუაშვილი, იყო ხოვლელი კოშაძე და კოდისყარუელი თიგიშვილი. კოშაძის ამბავზე შევჩერდები, ეს არის ერთ-ერთი ვაშკაცი იმ 17 გმირიდან, რომელიც შინდისში აი რომ განისვენებს. ამ ოჯახებმა ომის მთელი საშინელება კიდევ ერთხელ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიგრძნეს. ღამის პირველ საათსა და 20 წუთზე კასპს ორმა თვითმფრინავმა გადაუფრინა. 2 წუთში მათ მესამეც მოხვა. ბომბების ჩამოყრის ხმამ მძინარე ადამიანები შეძრა. და რაც ყველაზე მტკივნეული იყო, კასპს მოადგა 7000-მდე თავშესაფრის მაძიებელი. მათ შორის თოთო და ობოლი ბავშვები, მეძუძური და ფეხმძიმე ქალები. მიყენებულმა ზარალმა 205,000 ლარს გადააჭარბა. დაიწყო კასპის აღდგენა და დევნილთა დახმარება. ბევრი მათგანი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. სოფელ მეტეხსა და თელიანში კი 89 ოჯახი ჩასახლდა. ცოტა ხნის წინ კეთილმოწყობილი ბინები გადაეცათ ქალაქში მყოფ დევნილებსაც, თუმცა დარჩა უდიდესი ტკივილი. საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული პირობითი საზღვარი. სოფელ თვაურებთან კრიმინალური პოლიცია გვაჩერებს. გვეუბნებიან, რომ ნებართვის გარეშე პოსტიდან 800 მეტრის მოშორებით გადაადგილებას ვერ შევძლებთ. თუმცა იქაურებს ეს შეზღუდვა არ ეხებათ. თავისუფლად მოძრაობენ, მათ შორის საქონელით შეუფერხებლად გადაჰყავთ. როგორც გვეუბნებიან, აქ არც რაიმე ინციდენტი ხდება ხოლმე. ნებართვის მიღების შემდეგ სოფელ თვაურების შარაგზას ჩვენც გავუყევით. დრომ წამებში გაიარა, მალე შევყონდით. თვაურების მეზობელი სოფელი ახმაჯი ჩვენთვისაც და აქაურებისთვისაც გაუცხოებულია. აქ ქცევის წესებს უკვე რუსი ჯარისკაცების მიერ გავლებული მავთულ ხლართები აწესებს. ჯერ კიდევ კომუნისტურ საქართველოში კასპი ერთ-ერთ მსხვილ საწარმო ქალაქად ითვლებოდა. აქ მზადდებოდა საქვეყნოდ განთქმული კასპის ცემენტი, აგური, ელექტროხელსაწყოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ დროს არსებული საწარმოები დღეს კერძო ინვესტორთა საკუთრებაა, არც ერთი მათგანი არ დახურულა და განაგრძობს პროდუქციის გამოშვებას. უშანგი მოსიაშვილმა ელექტროაპარატში მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. 1958 წლიდან იყო მუშა, ოსტატი, გამომგონებელი და გენერალური დირექტორი. საბჭოთა ხელმძღვანელობამ ნიჭიერი ახალგაზრდები კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსკოვში გაუშვა. უკან დაბრუნებულებმა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ობიექტი დააკომპლექტეს. მათ რიცხვში იყო კოსმოსური ფრენის ცენტრი ბაიკანური, ოლიმპიადა 80-ის ყველა ობიექტი, დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირის გაზსადენი და მრავალი სხვა. ბატონი უშანგი სიამოვნებით იხსენებს იმ წლებს, როდესაც ყოველდღიურად 5 ვაგონ მასალას იღებდა და 15 ვაგონ ნაწარმს ტვირთავდა გასაყიდად. ასია თუ ისია, ჩვენ ქვეყანას რაც ჭირდება, არაფერს არ ვაკლებთ და შეგვიძლია 10-ჯერ მეტი ვაწარმოოთ, თუ კი ამის მოთხოვნა იქნება. გარდა ელექტროხელსაწყოებისა და გარეგანათების ლამპიონებისა, აქ მზადდება ეგრეთ წოდებული ევროპული ბლოკიც, რომლის გადამზიდავ დანადგარში ევროპელმა მწარმოებლებმა ცნობილ გამომგონებელს საკმაოდ ძვირი მოსთხოვეს. მოგვიტანეს თბილისიდან გერმანული დანადგარი, რომელიც უშვებდა ბლოკებს ესეთი მეთოდით დადის და აწყობს. ისეთი ძვირი დააფასეს, ჩვენ ვერ შევწვდით და ავდექი და მე გავაკეთე თვითონ და იგივე დანიშნულებისა, იგივე მუშაობას ასრულებს და რო იტყვიან არც ცალთა რაოდენობაში არ ჩამორჩება იმ ძვირად ღირებულ დანადგარს. ამას კრუხს ვეძახით. დადის და აწყობს. წლების წინ კასპში იმ დროისთვის ერთ-ერთი პირველი თანამედროვე წარმოება იყო. 1986-92 წლების აღმავალ პერიოდს კრიზისი მოჰყვა და სხვა საწარმოთა მსგავსად პროდუქციის გამოშვება აქაც შეფერხდა. წარმოება იძულებით შეაჩერეს, თუმცა იმ იმედით, რომ აგური კვლავ მოთხოვნადი გახდებოდა, ქარხანა მაინც შეინარჩუნეს.
ძარცვას გადარჩენილ საწარმოში კერამიკული აგურების წარმოება კვლავ აღდგა და დღეს ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც უნიკალური თვისებების მქონე უალტერნატივო საყედლე სამშენებლო მასალას უშვებს. ნედლეული, რომლისგანაც კერამიკული აგური მიიღება, აქვე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვება. თიხის მარაგი ამოუწურავია. დღეისათვის წარმოება უშვებს 50,000 წალ აგურს დღეღამეში. ასევე ვაწარმოებთ ორმაგ აგურს, სატიხრე ბლოკს. ჩვენი ტექნოლოგია იძლევა ამის საშუალებას, რომ გამოუშვათ კიდევ სხვა კერამიკული ნაკეთობები მოთხოვნის მიხედვით. კასპის კერამიკულ აგურზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად, წარმოების მოცულობაც და ასორტიმენტიც მატულობს, რაშიც ქარხნის ხელმძღვანელობას სახელმწიფოც ეხმარება. სამთავრობო პროგრამის აწარმოეს საქართველოს ფარგლებში აღებული კრედიტის ნაწილით საწარმო ახალი მოწყობილობა დანადგარებით უკვე აღიჭურვა. დარჩენილი თანხის ათვისებას ქარხნის ხელმძღვანელობა 2-3 თვეში გეგმავს. მაღალხარისხიან კერამიკულ აგურთან ერთად ქარხნის მეპატრონეები ევროსტანდარტების შესაბამის პოლიეთილენის მილებსაც აწარმოებენ. პოლიეთილენის მილებისათვის გამოიყენება ერთადერთი მასალა პოლიეთილენი. სხვა დანამატის გაკეთება წარმოების სტადიაზე სტანდარტით არის დაუშვებელი. იმისათვის რომ მილი შეესაბამებოდეს კონკრეტულ სტანდარტს, მაშინ მასალაც უნდა შეესაბამებოდეს ზუსტად კონკრეტულ სტანდარტს. დღეს საწარმო მხოლოდ კონკრეტულ ხარისხზე ორიენტირებულ დამკვეთზე მუშაობს. შესაძლებლობის მიუხედავად ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო წარმოების მოცულობას ვერ ზრდის. მომხმარებლის 97% უპირატესობას თურქეთიდან შემოტანილ უფრო იაფ, თუმცა ნაკლები ხარისხის პოლიეთილენის მილებს ანიჭებს. მისი თავარი ღირსება და თავარი თვისება ის რომ პოლიეთილენის მილმა იმითი აჯობა ამ ფოლადის მილებს რომ მისი საექსპლუატაციო პერიოდი არის 50 წელი და მეტი, ფალსიფიცირებული მილი 50 წელი კი არა 1 და 2 წელს ვერ უძლებს. ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის მიუხედავად საწარმოში პროდუქციის ხარისხზე უარის თქმას არ აპირებენ. თუმცა იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არასერტიფიცირებული მილების შემოტანა შეიზღუდება. ასეთ შემთხვევაში კი წარმოების გაზრდას და მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებენ. სოფელ ზემოხანდაკში უნიკალური წიაღისეული მოიპოვება. ბუნებრივი ცეოლითის, კლინოპტილოლითის მარაგი აქ ამოუწურავია. უნიკალური ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების გამო შეუცვლელი ნედლეულია მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, კერძოდ მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და სათბურებისათვის. იგი ცხოველთა, ფრინველთა და თევზის საკვებში მინერალური დანამატის სახით, მეცხოველეობის ფერმებში კი არასასიამოვნო სუნის გასაქრობად გამოიყენება. ანოყიერებს და აუმჯობესებს ნიადაგს, მოიხმარება გაზებისა და სითხეების გასაშრობად, აქვს ჰაერის ჟანგბადით გამდიდრების და ჩამდინარე და სასმელი წყლების გაწმენდის უნარი. ჩერნობილში არსებული სამარხებში ამ რადიაციის დაკონსერვება ამ ჩვენი ცეოლიტის საშუალებით მოხდა. ფართოდ გამოიყენება საოჯახო მეურნეობაში სანიტარული კვანძების დეზოდორანტებად და საფენ მასალად შინაური ცხოველებისთვის. დამკვეთის სიმცირის გამო ამ უნიკალურ ნედლეულს დღეს მხოლოდ 5,000 ტონამდე აწარმოებენ. დღესდღეობით, რასაც ჩვენი ცეოლიტი ქვია, ეს არის მეორე ხარისხოვანი პროდუქტი, დანამატი. ესე რომ ჩვენი წარმოდობის გაზრდა დამოკიდებულია იმ სხვა დიდ მომხმარებლებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში. მალე მას ბიოსასუქების დასამზადებლად გამოიყენებენ საწარმოში, რომელიც კარიერიდან 17 კილომეტრის დაშორებით შენდება. პროდუქტი დაპატენტებულია და მოწონებულია საქართველოშიც და უცხოეთშიც. ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან კი ბიოპროდუქტების მწარმოებლებისგან უკვე დაკვეთებიც მიღებულია. ჩვენ ავტორებმა მივმართეთ ბანკს და ბანკის ცესხით ვაკეთებთ ამას. 5 მილიონი დოლარის ოდენობით არის კრედიტი. 5 წელიწადში უნდა გავისტუმროთ. პროდუქციის წარმოებას ახლა ჩვენ წელს უკვე გეგმავთ, წლის ბოლომდე ვაწარმოოთ დაახლოებით 6,000 ტონა. საერთოდ ეს მოდული, რასაც თქვენ ხედავთ, ამის მშენებლობა არის გათვლილი 50,000 ტონაზე და მომავალში პერსპექტივა გვაქვს იმისა, რომ 100,000 ტონა ვაწარმოოთ. ჩვენი ქვეყნისთვისაც საკმარისია და ექსპორტის სადღაც 50%-ს ჩვენი წარმოებული პროდუქციისას ექსპორტზე გავუშვებთ.
ბიოსასუქების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. 56 ადამიანი კი დასაქმებულია. წარმოების ამუშავების შემდეგ კი ეს რიცხვი 150-მდე გაიზრდება. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა კასპის საკონსერვო ქარხნის სავიზიტო ბარათიც. ის დღეს 60-იან წლებში დაწყებული გადამამუშავებელი წარმოების ტრადიციას აგრძელებს და 20 სახის საკონსერვო პროდუქციას უშვებს. ძირითადად ქარხანა მუშაობს ექსპორტზე, მაგრამ არ მუშაობს იმ რაოდენობით, ექსპორტი აი მართლა დიდი რაოდენობით ვახორციელებთ. ვაკეთებთ იმას, ის საშუალებაც გვაქვს. ჩვენს ბაზარზე შეიძლება ამ პროდუქციის ნახვაც და სერიოზული რაოდენობითაც გამოშვება, მაგრამ ამისთვის უკვე სერიოზული დაფინანსება წარმოების საჭიროა. გადამამუშავებელ ქარხანაში სხვადასხვა სახის დანამატების გარეშე კონსერვებს კასპის, გორის და ქარელის რაიონებში მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულისგან ამზადებენ. ამ ნატურალური პროდუქციის ფართო ასორტიმენტი სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ უცხო ქვეყნის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. თანამედროვე კასპში უკვე 2 წელია ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. თითქმის ყველა სოფელში ეწყობა სანიაღვრე არხები, კეთდება გზები და გარეგანათება. ასეთი მოცულობის სამუშაოები 35 წელზე მეტია არ განხორციელებულა მუნიციპალიტეტში. იგება კასპი-იგოეთის გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი, ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და სასმელი წყლის არხებით. 4 მილიონი მეტი ჯდება ამ პროექტის რეაბილიტაცია. ეს გზა გაკეთებული 50-იან წლებში და მას შემდეგ ხდება ამ გზის შეკეთება ორმოული შეკეთების მეშვეობით. მოსახლეობას პირდებით, რომ ის პატარა ხარვეზები, რომელიც ინფრასტრუქტურული რაღაც საკითხებში წაიკოჭლებდა წინა წლებისთან შედარებით, ეს გამოსწორდება და გაკეთება იმაზე მეტი, ვიდრე გაკეთებულა 10 და 20 წლის პერიოდში. წელს 800,000 ლარი დაიხარჯა ახტალის სარწყავი არხის სარეაბილიტაციოდ. მსგავსი პროექტები ხორციელდება რამდენიმე სოფელშიც, რომლის საერთო მოცულობა 29 მილიონ ლარს შეადგენს. თეძამის არხის რეაბილიტაციისთვის 56 მილიონია განსაზღვრული. ახლა დაშენებული წყალსაცავი გაასარწყავებს 5,500,000 ჰექტარ მიწის სავარგულს. ძლიერი გვალვის დროს აქ დაგროვილი წყალი დიდი შვება იქნება ადგილობრივებისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტი კასპში წელს 26 საბავშვო ბაღს გაარემონტებს. ყველა ბაღს ექნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასადილო, ახალი სათამაშოები და ინვენტარი. საბავშვო ბაღებში საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური კადრები მუშაობენ. აგრეთვე ჩვენ ყოველწლიურად გადამზადების ცენტრიდან მოყვავს და ვამზადებთ ჩვენს აღმზრდელებს, გადამზადება ხდება ყოველწლიურად და ასე რომ ახალი კადრებით შესაბამისად კვალიფიკაციის კუთხით ხდება შერჩევა. რაც შეეხება სკოლებს, რამდენიმე მათგანი ავარიულია და აღარ შეკეთდება. მათ ნაცვლად კასპელ ბავშვებს ახალი სკოლები აუშენდებათ. კასპელმა მათემატიკის მასწავლებელმა ბესი კლიპარიშვილმა 17 წელი საჯარო სკოლაში იმუშავა. 1994 წელს კი საკუთარი გიმნაზია დააარსა, რომელიც დღეისათვის ქალაქში საუკეთესო სკოლად ითვლება. გახსნისას გიმნაზიაში 86 ბავშვი სწავლობდა. დღეისათვის მათი რიცხვი 238-ია. მაღალი კლასის ბავშვები ფაქტიურად ისე არიან დაკვრთული იმ კონკრეტულ საგნებში, მათთვის საინტერესო და საჭირო საგნებში. რასაც ეს ბავშვები მესაღებენ გამოსწორზე, რომელსაც აბარებენ და რასაც ეხდიან მშობლები აქ, ის სრულიად საკმარისია ის საათობრივი დატვირთვა ბავშვებისთვის, რომ ისინი სერიოზულად უკვე მომზადებულები იყვნენ. განათლება და კომუნიკაბელობა გიმნაზიის მასწავლებლების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია. პედაგოგის პროფესია ისეთია, რომელიც მარტო ჩემის აზრით მარტო ცოდნასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. კომუნიკაბელობა ისეთი არის, რომ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება და განსაკუთრებით პედაგოგს, რომელსაც კომუნიკაციის სერიოზული უნარი უნდა ჰქონდეს არა მარტო ბავშვებთან, ასევე საზოგადოებასთან. აქ მოსვლა ყველას ერთნაირად უხარია. თავის ადგილს პენსიონერიც იოლად პოულობს, სკოლის მოსწავლეც და შუახნის ადამიანიც. ანზორ ღვინიაშვილისთვის ეს ერთადერთი დაწესებულებაა, რომელსაც ყოველდღე დიდი სიხარულით სტუმრობს. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში უმუშავია და ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში იყო. უკვე მოხუცდა, თუმცა ისევ ყველაფერი აინტერესებს.
ბიბლიოთეკასაც სწორედ პრესის გასაცნობა დაკითხავს ხოლმე. ვარ პენსიონერი და პრესა რო შევიძინო, ამის საშუალება მე არ მაქვს. ამიტომ იძულებული ვარ, რომ ვისარგებლო სამკითხველო დარბაზით. და შემოვდივარ აქ და გებულობ პრესიდან ახალ ამბებს. ჯერ პატარაა, თუმცა ამ ადგილის შეყვარება უკვე მოასწრო. საბა ბერიანიძე ბიბლიოთეკას ხან მარტო სტუმრობს, ხან მეგობრებთან ერთად. წიგნებს საგანგებოდ ურჩევენ. სახლშიც ყოველთვის საინტერესო საკითხავი მიაქვს. ხშირად მონაწილეობს ბიბლიოთეკაში გამართულ სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაში. მომავალ ბიბლიოთეკა მიიღო გუშინ ახალი საინტერესო საბავშვო წიგნები. ერთ-ერთი მათგანი მე მაქვს სახლში დასაკითხად. ღონისძიებები კასპიის ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება. სხვადასხვა მწერლისადმი მიძღვნილი საღამოები და თემატური დისკუსიები აქ უკვე ტრადიციად იქცა. ბოლო 1 წელიწადში მუნიციპალიტეტის დახმარებით ბიბლიოთეკას ბევრი ახალი წიგნი შეემატა. ბევრიც გამომცემლობებმა და დიუმას ცენტრმა უსახსოვრა. შარშან ბიბლიოთეკაში საბავშვო განყოფილებაც გაიხსნა. თუმცა მანამდე სხვა რაიონული ბიბლიოთეკების მსგავსად კასპიის ბიბლიოთეკამაც რთული გზა გაიარა. საუბარია საბიბლიოთეკო ქსელის ინტენსიურ აღდგენაზე და ჩვენთან მაგალითად უკვე პროექტი მუშავდება, ეხლა ტენდერში მივიღებთ მონაწილეობას და ვიბრუნებთ საქალაქო ბიბლიოთეკას. ფონდი ჩვენთან არის დაცული და ეს ფონდი გადავა ისევ და თანამშრომლებიც ალბათ გადაყვებიან, ეს ალბათ სექტემბრამდე უკვე დასრულდება. 2 წელია კასპში საბავშვო თეატრი ფუნქციონირებს. პირველი სპექტაკლი ბურატინოს თავგადასავალი რეჟისორმა და სცენარისტმა ლუიზა პაპიაშვილმა ნათხოვარი კოსტიუმებით და სახელდახელოდ შექმნილი დეკორაციებით წარმოუდგინა ადგილობრივ მაყურებელს. დღეს საბავშვო თეატრი უკვე მეოთხე წარმოდგენისთვის ემზადება. სცენარის გაკეთებულია უცნობი ქალიანო ნემია და ნეარო, შემდეგ საახალწლო დევიდა ახალი წელი იყო, შემდეგ იყო ბურატინოს თავგადასავალი და ეხლა ვაკეთებთ სალამურას თავგადასავალს. მე ვაპირებ სახეობას. მე ეს სახეობა იმიტომ მომწონს, რომ ეს ადამიანებს აყენებს კარგ განწყობას და ასევე ადამიანს გვრის ღიმს. მუსიკალურ სამყაროსთან პატარებს აქ იოლა დაზიარებენ. ამაში ხელს ტრადიციასთან ერთად ოსტატობაც უწყობთ. 1960 წლიდან მოყოლებული კასპიის სახელოვნებო სკოლაში არაერთი გამოჩენილი ადამიანი აღუზრდიათ. ბევრ მათგანს თბილისის კონსერვატორიაც გაუკვირვებია და ხელოვნების სფეროშიც უთქვამს საკუთარი სიტყვა. მიხო შეშაბერიძე დღეს ლასკალაში მღერის. ზოგიერთს კი სწავლის დამთავრების შემდეგ სამოღვაწეოდაც ეს სახელოვნებო სკოლა აურჩევია და ოდესღაც მიიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე პატარა კასპელებს უზიარებს. სკოლაში ამ წუთში არის 114 ბავშვი, ვართ 12 სპეციალური ფორტეპიანოს პედაგოგი. გვაქვს ხატვის წრე, რომელიც ძალიან წარმატებულია. ვაწყობთ გამოფენებს, გვაქვს საესტრადო განყოფილებაც. ძირითადად სკოლა არის საფორტეპიანო, რა თქმა უნდა, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაღაცა მრავალი განხრები დავამატოთ, ცოტა მეტად მოვიზიდოთ ბავშვები, ცოტა გავამრავალფეროვნოთ. ხელოვნების სიყვარულს პატარებს სოფელ ქვემოჭალის კულტურის სახლშიც დიდი მონდომებით ასწავლიან. აქ უკვე დიდი ხანია, რაც თოჯინების თეატრი არსებობს. სპექტაკლიც ბევრი დაუდგამთ და კასპელი თანატოლებისგანაც უამრავი აპლოდისმენტი დაუმსახურებიათ. თეატრალურ წრეში დღეს 16 ქვემოჭალელი ბავშვია გაერთიანებული. რეჟისორი გიორგი ხასიშვილი წარმატებაში დარწმუნებულია და პატარებს მაყურებელთან ღირსეული შეხვედრისთვის ინტენსიურად ამზადებს. საჩვენებელი ჩვენება გვექნება ჩვენთან კულტურის სახლში. სკოლიდან პირველი კლასიდან მეოთხე კლასის ჩათვლით პირველ რიგში დაწყებითების ბავშვებს ჩაუტარებთ. შემდეგ საბავშვო ბაღებში გავიტანთ. უკვე ეს სეზონი ამ სპექტაკლს დაეთმობა. მაკა დათაშვილი და ნუკრი საბიაშვილი კი პატარა მოცეკვავეებს უკვე მერვე წელია ზრდიან. თავადაც ქორეოგრაფიულ ანსამბლ რკონში ეზიარდნენ ქართულ ნაციონალურ ცეკვას. 1986 წლიდან მოყოლებული უამრავი გასტროლი, წარმატება და ჯილდო ყოფილა. 2008 წელს კი რკონი საუკეთესო ბავშვთა ანსამბლების ათეულში შევიდა. პატარა მოცეკვავეებს რეპერტუარიც მრავალფეროვანი აქვთ. ანსამბლის პარალელურად არსებობს სტუდიაც, სადაც ქართულ ცეკვას 70 ბავშვი ეუფლება. უახლოეს მომავალში კი მაყურებელთან შესახვედრადაც ემზადებიან.